არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2011 წლის საუკეთესო პროექტი საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის სამუშაოები შეაჯამა. უწყება ყველაზე მნიშვნელოვნად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულიად ახალია, მისი დახმარებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკვე 91 მოზარდი განერიდა. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2011 წლის ივლისიდან საქართველოს 6 ქალაქში ამოქმედდა. 2012 წლის განმავლობაში კი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. Გამოვყოფთ ალბათ ყველაზე წარმატებულ პროექტს, ეს გახლავთ განრიდების და მედიაციის წარმატებული პროგრამა პირველ რიგში არასრულწლოვანების მიმართულებით. ჩვენ ყავს დღეისთვის 100-მდე განრიდებული არასრულწლოვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენ განვარიდეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი სასჯელისგან. პროექტი წარმატებით მუშაობს და ხორციელდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს დანაშაული ნაკლები იქნება, მაგრამ თუ იქნება ვესწრებით, რომ გავაორმაგოთ ყოველ შემთხვევაში განრიდების და მედიაციის მაჩვენებელი. პროგრამის ფარგლებში ჩვენ საზოგადოებას უბრუნებთ წარმატებულ და კანონმორჩილ ბავშვებს, რომლებიც წარმატებული მოქალაქეები არიან.